მოგესალმებით თქვენ უსმენთ რადიო მედეფემს, მე ვარ სალომე ლიულაშვილი, საავტორო საათია მედეფემის ეთერში, რომელსაც დღეს თბილისის ონკოლოგიური ცენტრი წარმოგიდგენთ. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ საკმაოდ გავრცელებულ ქალურ პრობლემებზე, ეს არის ონკოგინეკოლოგიური საკითხები, რომელსაც სრულად დაუთმობთ უახლოეს 1 საათ. ჩვენი სტუმარი კი გახლავთ თბილისის ონკოლოგიური დისპანსერის ონკოგინეკოლოგი კაპიტანი ცისანა მესხი 242 103 ეს არის რადიო მედეფემის ფემის ტელეფონის ნომერი თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ და ღია ეთერში დაგვისვათ შეკითხვა ჩვენი საუბრის თემასთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავ, რომ ჩვენ დღეს ონკოგინეკოლოგიურ საკითხებზე ვსაუბრობთ. მოგესალმებით კაპიტანი ცისანა, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მომბრძანებისთვის. დავიწყოთ საუბარი და დავიწყოთ სტატისტიკით, რომელიც ყველაზე მეტად არის საინტერესო. ყველაზე ხშირად რომელი ონკოლოგიური პათოლოგიებია გავრცელებული გინეკოლოგია გულისხმობ ამ მიმართულებით? ქალის სასქესო ორგანოების ონკოლოგიური პათოლოგიების გავრცელებიდან პირველი ადგილი უჭირავს საშვილოსნოს ყელის კიბოს, რომელიც თავისი გავრცელებით საერთოდ ქალის ონკოლოგიურ პათოლოგიებში მეორე ადგილზეა ძუძუს კიბოს შემდეგ. და დაახლოებით 500,000 ახალი შემთხვევა არის რეგისტრირებული მსოფლიოში ყოველწლიურად და აქედან სამწუხაროდ დიდი პროცენტი სავალალოდ მთავრდება. და შემდგომ გავრცელებით მოდის საშვილოსნოს სტანის კიბო, საკვერცხებების კიბოები და შესაბამისად ქალის გარეთა და შიდა სასქესო ორგანოების კიბოები. ვინაიდან საშვილოსნოს ყელის კიბო გავრცელების მიხედვით პირველ ადგილზეა, ცოტა უფრო დიდ დროს მომანდომებს საშვილოსნოს ყელის კიბოზე საუბარს და მე ვეცდები მაქსიმალურად პოპულარული ენით ვისაუბრო, რომ ჩვენი ქალბატონებისათვის ეს ყველაფერი გასაგები, ადვილად გასაგები იყოს და ორიენტირება ადვილად მოახერხონ. ანუ საშვილოსნოს ყელის კიბო, როდესაც უკვე სიმპტომატიკის მიხედვით მოგვართავს პაციენტი, უკვე შორს წასული შემთხვევაა და ჩვენ გვიჭირს სათანადოდ აღმოფხრა ყველა იმ ცუდი შედეგის. ამიტომ საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას რამდენიმე წელი და ზოგ შემთხვევაში რამდენიმე ათეული წელი ჭირდება და მას წინ უსწრებს კიბოსწინარე დაავადებები, საშვილოსნოს ყელის დისპლაზიები, რომელიც არის აბსოლუტურად აღმოფხრადი პათოლოგიები და რომლის აღმოფხვრას უბრალოდ ჭირდება ქალის ონკოგინეკოლოგთან მიმართვა. აი კაპიტანი ცისანა, მაგაზე მინდა ჩაგეკითხოთ სამწუხაროდ, არ მხოლოდ გინეკოლოგიაში ზოგადად უნდა ვაღიაროთ და პირდაპირ თქვათ, რომ ქართველებს ექიმთან მისვლის კულტურა არ გაგვაჩნია. ხომ ეს საბოლოოდ მართლა სავალალო შედეგებამდე მივყავართ. თქვენ თქვით, რომ ეს არის დაავადება, რომელსაც კიბოსწინარე პროცესები მისდევს წინ და ბუნებრივი ამას ექნება მისი სიმპტომები, ხომ? ხშირ შემთხვევაში მოგვერთავენ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც რთულია. მინდა მე ჩავრთო უბრალოდ ეს ერთი მომენტი, რომ ქალი, რომელიც მოდის უკვე დაგვიანებული შემთხვევით ჩვენთან ყოველთვის იმიზეზებს სოციალურ ფონს, რომ არ აქვს ამის საშუალება მივიდეს ექიმთან და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ქალაქ თბილისის მოსახლეობას, ქალბატონებს 25-დან 60 წლამდე ვაუწყო, რომ ქალაქ თბილისის ონკოცენტრში უკვე მეათე წელია ძალიან წარმატებით მიმდინარეობს გაეროს პროგრამა, რომელშიც შედის საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა, ძუძუს გამოკვლევა, მამოგრაფია, პროსტატ სპეციფიური ანტიგენის გამოკვლევა და ტესტი ფარულ სისხლდენაზე. ეს არის ძალიან კარგი შეღავათი ჩვენი სოციალური პირობების მქონე ქალბატონებისთვის და ამიტომ ის მიზეზიც, რომ სოციალური პრობლემის გამო ვერ მოდის ექიმთან, აბსოლუტურად მოხსნილია. გზის ფული, რა თქმა უნდა, მხოლოდ გზის ფული, ტრანსპორტირების ფული და 1 საათი დრო. და კიდევ მინდა დავამატო, რომ ეს პაპ ტესტი, რომელიც პირველადაც სკრინინგულად უტარდება ქალბატონებს, ამ პაპ ტესტის სავალალო შედეგის შემთხვევაში სავალალო შედეგს გულისხმობ ამჯერად მხოლოდ დისპლაზიებს. დისპლაზიების შემთხვევაში ქალბატონს საშუალება ეძლევა, რომ შემდგომი კვლევები, კოლპოსკოპია, საშვილოსნოს ყელის ბიოფსია, ექსციზიური, აბლაციური, კონიზაციური მკურნალობა, თავისი მორფოლოგიური კვლევებით გაიკეთოს უფასოდ. ასეთივე შეღავათები ვრცელდება ძუძუს პათოლოგიების შემთხვევაში, მამოგრაფიის ჩვენებით და ეს არის ძალიან დიდი შეღავათი ჩვენი
წელიწადში ერთხელ ხო როგორ ითვალისწინებს ეს პროგრამა რომ მივიდნენ და გამოკვლევები ჩაიტარონ მოგახსენებთ თუ პაპ ტესტი გვაძლევს დისპლაზიის შედეგს მაშინ ქალბატონს შემდგომი კვლევები მაშინვე უტარდება და შემდგომი ადეკვატური მკურნალობა და შემდგომ 6 თვეში მას ეკუთვნის უკვე განმეორებით შემოწმება თავისი მდგომარეობის საშუალო სყელის მდგომარეობის და შესაბამისად ძუძუს მდგომარეობის უკვე 6 თვეში თუ პაპ ტესტის მონაცემებით საშუალო სყელი არის აბსოლუტურად თავისუფალი ამ პათოლოგიებიდან, მაშინ ქალბატონს ყოველ 3 წელიწადში შეუძლია გამოიკვლიოს თავი, ასე რომ ეს ძალიან დიდი შეღავათია და რასთავარია უკიდურეს და რთულ მდგომარეობამდე აღარ მიგვიყვება და ჩამოყალიბდება ეს სიმსივნე. დისპლაზიები, რომელიც თავისთავად არის მსუბუქი, ზომიერი და მაღალი ხარისხის, არის აბსოლუტურად აღმოფხვრადი, განკურნებადი პათოლოგიები და არანაირ გართულება შემდგომ, რა თქმა უნდა, პროფესიონალის მიერ ჩატარებულ მკურნალობის შემთხვევაში არანაირ გართულება შემდგომ არ იწვევს. მაშინ ქალბატონს ისე რადგან ვახსენეთ და ვისაუბრეთ სკრინინგ პროგრამაზე და გარეს პროგრამაზე, რომელსაც თავაზობს თბილისის ონკოლოგიური ცენტრი მოსახლეობას, მე მინდა აქვე გამავაცხადო მისამართი და ტელეფონის ნომერი, იმიტომ რომ თბილისის მოსახლეობისთვის აბსოლუტურად უფასოა ეს ყველაფერი, ხო? აბსოლუტურად. შეგიძლიათ ჩაინიშნოთ დიღომი ლუბლიანას 5 ნომერი, მეოთხე სართული, ეს გახლავთ მისამართი თბილისის ონკოლოგიური დისპანსერის ან დარეკოთ ასევე ნომერზე, რომ ჩაეწეროთ 236-44-85. თუმცა გარდა ამისა, თუ თქვენ გჭირდებათ პროფესიონალური შესაბამისი ჩარევა თანამედროვე ტექნოლოგიებით და პროფესიონალების დახმარებით, სრულ პაკეტს მიიღებთ და სრულ მომსახურებას ამ მხრივ. მოდით, ცოტა მინდა დავაკონკრეტო ახლა იმ სიმპტომებზე, რომლითაც ქალი მოდის ჩვენამდე. დისპლაზიების შემთხვევაში ეს სიმპტომი არაფრით არ განსხვავდება ჩვეულებრივი ბანალური ბრჭყალებში ვიტყვი ქალური სიმპტომისგან, რომელიც არის გამონადენი. ქალბატონი ვერ გრძნობს სხვას ვერაფერს გარდა ამისა და მხოლოდ ამ ჩივილით მოდის და აღმოჩენილი დისპლაზიის შემთხვევაში უკვე უტარდება ყველანაირი შესაბამისი მაღალპროფესიული ჩარევა. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა საქმე გვაქვს ცოტა უფრო შორს, მაშინ ქალბატონს აღინიშნება კონტაქტური სისხლდენა. საშუალო სყელის კიბოზე ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში. კონტაქტური სისხლდენა არის ისეთი სიმპტომი, რომლის უგულებელყოფა ყოვლად შეუძლებელია. პირველივე შემთხვევის დროს ქალბატონი უნდა გამოცხადოს ონკოგინეკოლოგთან და ჩაიტაროს ფართო მასშტაბიანი მრავალპროფილური გამოკვლევა აუცილებლად. რომ ადრეულად აღმოჩენილი საშუალო სყელის კიბო არის აბსოლუტურად განკურნებადი. საშუალო სყელის ნულოვანი სტადიის შემთხვევაში ასაკის გათვალისწინების მიხედვით კარცინომა ინსიტუ ქვია ამას, ასაკის გათვალისწინების მიხედვით ორი ჩარევა შეიძლება განხორციელდეს. თუ ქალბატონს შვილოსნობის უნარი შენარჩუნება უნდა, კონიზაციაც კი საკმარისია იმისთვის, კონიზაცია ეს არის ნაწილობრივი კონუსოიდური ამოჭრა საშუალო სყელის იმ დაზიანებული უბნის. რა თქმა უნდა, რომ ქალბატონი განთავისუფლდეს ამ პათოლოგიისგან. თუ ასაკი ისეთია რომ ქალბატონი შვილოსნობას აღარ აპირებს და თან ფობიური მომენტი უფრო გამოხატულია, ჩვეულებრივი ექსტირპაცია საშუალოს ამოღება საკმარისია იმისთვის, რომ ქალბატონი აბსოლუტურად თავისუფალი იყოს ამ პრობლემისგან. რაც შეეხება დაბალი ხარისხის დისპლაზიებს, სინერთი ეს უფრო გავრცელებულია მოსახლეობაში, ეს შეიძლება თვით განკურნებამდეც კი მივიდეს და არანაირი ჩარევა არ იყოს საჭირო. ზოგჯერ დისპლაზიას უფრო ამძაფრებს ფონური პათოლოგიები, რაც არის სოკოვანი, ვირუსული, ბაქტერიული აგენტები და ამის მკურნალობის შედეგად ეს პრობლემაც ამოიფრება, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას უნდა აქტიური კონტროლი ონკოგინეკოლოგთან და პაპ ტესტი, კოლპოსკოპია და შესაბამისი შემდგომი გამოკვლევები, რაც იქნება საჭირო. ხოლო რაც შეეხება მაღალი ხარისხის დისპლაზიებს, ამ შემთხვევაში გვიწევს ხოლმე ჩარევა და შესაბამისი მანიპულაციის ჩატარება. გარდა პაპ ტესტის თანამედროვე კვლევა, ვინაიდან უკვე ცნობილია, რომ საშუალო სყელის კიბოს
ძირითადად იწვევს პაპილომავირუსი, არის პაპილომავირუსის გენოტიპირება. პაპილომავირუსის გენოტიპირება სამწუხაროდ ამ ეტაპზე პროგრამულად სკრინინგულად ვერ კეთდება, მაგრამ ესეც არ არის ისეთ თანხასთან დაკავშირებული, რომ ქალბატონმა ვერ შეძლოს ამის გაკეთება. პაპილომავირუსს აქვს ძალიან ბევრი შტამები და აქედან რამდენიმე არის ონკოშტამი. თუ ქალი მატარებელია პაპილომავირუსის ონკოშტამის და თან პაპ-ტესტით დიაგნოსტირებულია დისპლაზია, მაშინ სასურველია მოხდეს ჩარევა საშუალო სუნსყელზე შესაბამისი манипуляციით ან ექსციზიო ან კონიზაცია, ეს თვითონ მასშტაბთან არის დაკავშირებული და ქალბატონი თავისუფალია ამ პრობლემისგან. ხოლო რაც შეეხება უკვე საშუალო სყელის შორს წასულ შემთხვევებს, რაც სამწუხაროდ ძალიან ხშირია, ქალბატონს აღინიშნება აციკლური სისხლიანი გამონადენი, კონტაქტური სისხლდენა და წყლისებური გამონადენი. ამ შემთხვევაში უკვე საქმე შორს წასულ შემთხვევასთან გვაქვს ხშირად არაოპერაბელურია უკვე ეს შემთხვევა და ხშირად გვჭირდება სხივური და ქიმიოთერაპიული ჩარევები. თუმცა კი ეს არ წარმოადგენს რაიმე შიშის მიზეზს, თუ არ გაკეთდა ოპერაცია, მაშინ ეს არის უკვე სასიკვდილო განაჩენი, იმიტომ რომ სხივური თერაპია არის ადეკვატური ალტერნატიული მეთოდი საშუალო სყელის. აი ამ სხიურ თერაპიაზე მე მინდა რომ ცოტა კი არა დაწრულებით ვისაუბროთ, იმიტომ რომ როგორც მე ვიცი, ეს არის ინოვაცია, ხო? თანამედროვე ქართულ მედიცინაში, ანუ თქვენთან არა, მოდი ცოტა უფრო დავაკონკრეტოთ, სხიური თერაპია არ არის ინოვაცია, ინტრაოპერაციული სხიური თერაპია. კი ბატონო, ინტრაოპერაციული სხიური თერაპია, რისი საშუალებაც თბილისის ონკოცენტრში დღეს არის და დღეს ეს კეთდება მხოლოდ ძუძუს კიბოს შემთხვევაში. და აი ამაზე მინდა ვისაუბროთ, მხოლოდ ზუსტად 2 წუთში რეკლამის შემდეგ. კარგით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ უსმენთ რადიო მედაფემს, მე ვარ სალომე ლილოშვილი, ეთერშია საავტორო საათი, რომელსაც დღეს თბილისის ონკოლოგიური ცენტრი წარმოგიდგენთ. ქალბატონი ცისიანა მესხი ონკოგინეკოლოგი გახლავთ ამავე ცენტრის თანამშრომელი და ის დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია, ის მზად არის ძალიან ბევრი სასარგებლო და საჭირო ინფორმაცია გაგიზიაროთ განსაკუთრებით ქალბატონებს. ჩვენ დღეს ძალიან აქტუალურ პრობლემაზე საუბრობთ, ეს არის ონკოგინეკოლოგიური პათოლოგია და პრობლემები და იმ შემთხვევაში თუ გაგიჩნდება შეკითხვა, შეგიძლიათ დაგვირეკოთ და პირდაპირ ეთერში დავუსვათ ქალბატონ ცისიანას, მიიღოთ კომპეტენტური პასუხი. ჩვენი სტუდიის ნომერია 242 103. ქალბატონ ცისიანა, მოდით განვაგრძელოთ საუბარი გადაცემის პირველ სეგმენტში. ჩვენ ვისაუბროთ ყველაზე გახშირებულ პათოლოგიაზე, ეს არის საშუალო სნოს ყელის კიბო, რომელიც სტატისტიკურად, როგორც თქვენ თქვით, ძუძუს კიბოს შემდეგ მეორე ადგილზე ედგა საერთოდ ქალის ხო. და ჩვენ ლაპარაკობდით სალომე ინტრაოპერაციულ სხიურ თერაპიაზე და ეს ინოვაცია თბილისის ონკოცენტრში დანერგილია ძალიან წარმატებით და რისთვის გამოიყენება, მოდით ავუხსნათ რომ კი ბატონო, შედეგები არის ძალიან კარგი და უნდა მოსახლეობა მისარგებლოს ამისთვის ჯერ ინფორმაცია უნდა კონდეს რომ მისარგებლოს, რომ ძუძუს კიბოს შემთხვევაში ოპერაციის შემდგომ ხდება სარეცელის დასხივება, რა თქმა უნდა ეს გარკვეულ სტადიაზე და გარკვეული ფორმების დროს ხდება სარეცელის დასხივება, როცა გამოჯამრთელების ეფექტურობა ძალიან მაღალია. და ჩვენ გვინდა ასევე საშუალო სყელის კიბოს შემთხვევაში დავნერგოთ ეს, რომ ოპერაციის შემდგომ ინტრაოპერაციულად მოხდეს საშუალო სყელის ძალიან ეფექტური მეთოდი. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ეფექტური მეთოდი თანამედროვე მედიცინაში და ჩვენ ლაპარაკობთ საშუალო სყელის უკვე შორს წასულ შემთხვევებზე და მინდა გავაგრძელო ისევე ეს თემა, რომ ეს არის ყველაზე აქტუალური თემა ქალისთვის და პირველი იგივე თხოვნა გავიმეორო, რომ მიიყვანენ ამ მდგომარეობამდე ქალბატონები, რომ ამის საშუალება დღეს თბილისის მოსახლეობას
თბილისის ონკოცენტრში აქვს და თქვენ უფასოდ შეგიძლიათ ისარგებლოს სკრინინგ პროგრამით, ასევე თბილისის ონკოლოგიური დისპანსერი ჩართულია გაეროს სარგებლობს გაეროს პროგრამით, ხო? თუ ჩართულია გაეროს პროგრამაში, ძალიან ბევრი მრავალფეროვანი, მრავალი სახის და მნიშვნელოვანი თქვენი ჯანმრთელობისთვის გამოკვლევების სრულიად უფასოდ ჩაგიტარდებათ. მოდით აქვე ვიტყვი მისამართს, რომ შეგიძლიათ მიბრძანდეთ მისამართზე დიღომილ ლუბლიანას 5 მეოთხე სართული, სწორედ აქ მდებარეობს თბილისის ონკოლოგიური ცენტრი, ან დარეკოთ ასევე ნომერზე ინფორმაციისთვის 236 44 85. ანუ ქალბატონი, რომელიც უკვე კონკრეტული ჩივილით მოდის ჩვენამდე, პირველი გამოკვლევა რა თქმა უნდა ეს არის პაპ ტესტი, შემდგომ ხდება კოლპოსკოპიურად მისი შესწავლა, თუ საჭიროა კეთდება ბიოპსია და ბიოპსიური მას არის მორფოლოგიური კვლევის შედეგად უკვე ისახება გეგმა რა ტიპის ჩარევა ჭირდება ქალბატონს. როგორც მოგახსენეთ, ეს კონიზაცია და საშუალოსნოს ექსტირპაცია არის დაწყებით სტადიებზე, ხოლო თუ საშუალოსნოს ყელის კიბო უკვე ცდება პირველ სტადიას ან პირველი B სტადიის შემთხვევაში კეთდება უკვე საშუალოსნოს გაფართოებული ექსტირპაცია, რომელიც გარდა საშუალოსნოს ამოღებისა გულისხმობს ლიმფური კოლექტორის ამოღებასაც და სამწუხაროდ ზოგჯერ ისეთი შემთხვევებიც არის, რომელიც მოითხოვს ოპერაციის შემდგომ კიდე სხივურ თერაპიას. არის ისეთი ქალბატონებიც, არიან ისეთი ქალბატონებიც, რომელთაც სამწუხაროდ ვერ ვიწყებთ ქირურგიული მკურნალობით და ვიწყებთ უკვე ქიმიოს სხივური თერაპიით. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ქალბატონებს უთხრა რომ უკვე წარმატებით ხორციელდება ვაქცინაცია საშუალოსნოს ყელის კიბოს წინააღმდეგ. ეს ვაქცინაცია ტარდებოდა პროგრამულადაც, უფასოდაც შეეძლოთ ქალბატონებს თავისი შვილები 13 წლიდან გაეკეთებინათ ვაქცინაცია და სამწუხაროდ არც სარგებლობდა იმდენი, რამდენსაც შეეძლო ესარგებლა. ხა რა არის ვაქცინაცია? ვაქცინაცია კეთდება ორი ვაქცინით, გარდასილით და ცერვარიქსით, გარდასილი კვადრივალენტური ვაქცინაა და 4 ონკოშტამის საწინააღმდეგო ვაქცინას მოიცავს. სასურველია, რომ ვაქცინაცია მოხდეს მანამ სანამ გოგონა, ქალბატონი დაიწყებს სქესობრივ ცხოვრებას. თუმცა კი სქესობრივი ცხოვრების დაწყება არ არის უკუჩვენება ვაქცინაციის, მაგრამ ვაქცინაციამდე მან აუცილებლად უნდა ჩაიტაროს ეს გამოკვლევები, დადგინდეს არის თუ არა დაავადებული პაპილომავირუსით, რომელი შტამით, დისპლაზია არის თუ არა და შემდგომ კეთდება ვაქცინაცია, რომ ვაქცინაციას გააჩნია თერაპიული ეფექტი, ამიტომ ყოველთვის კარგ შედეგამდე მივყავართ. ასევე ვისაუბროთ სხვა კი ბატონო, ანუ პათოლოგიებზე, მაგალითად გარე და შიდა სასქესო ორგანოების კიბოზე, რომელიც ასევე სულ ორი სიტყვით მინდა ვთქვა ვულვის კიბოს შემთხვევა. ვულვის კიბოზეც ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა. ვულვის კიბო ეს არის ძირითადად მენოპაუზური ქალების დაავადება, რომელსაც წინ უსწრებს რამდენიმე წლიანი შემაწუხებელი ჩივილი ქალის, მაგრამ სამწუხაროდ ამას ან ითმენს ქალბატონი, რაში გამოიხატება? ეს არის ვულვის ქავილი. ვულვის ქავილი, რომელიც განსაკუთრებით ღამის ქავილით გამოიხატება და ქალბატონი ზოგჯერ მოდის ჩვენთან, საშინელი ექსკორიაციებით დაზიანებული და ეს მიმდინარეობს წლების მანძილზე. რიგი ქალბატონების საერთოდ არ მიდის ექიმთან, რიგი ქალბატონების მკურნალობს რაღაც ანტიბაქტერიული ვაგინალური სანთლებით, რომელიც აბსოლუტურად უეფექტურობა, არანაირი კავშირი ამ პათოლოგიას არ აქვს ინფექციებთან. ეს არის ძირითადად საკვერცხის ფუნქციის შეწყვეტასთან და ორგანიზმის ესტროგენით გაღარიბებასთან დაკავშირებული. ამიტომ მას სჭირდება ელემენტარულად ადგილობრივი ესტროგენ შემცველი მალამო და ადგილობრივი ჰორმონ შემცველი მალამო და ქალბატონი ამ საშინელი ჩივილისგანაც თავისუფლდება და ამავე დროს პროფილაქტიკას იკეთებს ვულვის კიბოს. ეს რაც მინდა და ორი სიტყვა მე თქვა ვულვის კიბოზე. ეხლა ძალიან გავრცელებულია საშუალოსნოს ტანის კიბოები. საშუალოსნოს ტანის კიბო არის ძირითადად მენოპაუზური ქალების დაავადება, თუმცა კი ბოლო წლებში შეინიშნება მისი გაახალგაზრდავებაც. მენოპაუზა ეს არის პათოლოგია, როცა ქალბატონს მენსტრუაცია აღარ აქვს დაახლოებით 1 წელი უკვე მყარად. 1 წლის შემდეგ სისხლიანი გამონადენის
გამოჩენა, აღდგენა, როგორც თვითონ ბრჭყალებში ჩავსვათ menstruალური ციკლის აღდგენა, ეს არ არის menstruალური ციკლის აღდგენა, ეს არის უკვე პათოლოგიური სისხლდენა. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ხდება საშუალო ყელის კომპლექსური კვლევაც და საშუალო სტანის კომპლექსური კვლევაც და მენოპაუზის შემთხვევაში ძირითადად ეს არის საშუალო სტანის კიბოს პირველი სიმპტომი. ამ შემთხვევაში ხდება საშუალო ღრუს ეხოსკოპირება, შემდგომ გამოფხეკა, მორფოლოგიური კვლევა და მორფოლოგიური კვლევის შედეგად დგინდება, რომ სამწუხაროდ ძალიან მაღალ პროცენტში ეს არის საშუალო სტანის კიბო. საშუალო სტანის კიბოს თუ დავარქვევთ ამას სასარგებლო სიმპტომია სისხლიანი გამონადენი, რითაც გრძნობს ქალბატონი, რომ ყველაფერი კარგად არ არის, განსხვავებით ამისგან საკვერცხის კიბოს რაიმე ისეთი სიმპტომი ადრეულ სტადიაზე არ გააჩნია. ეგ უფრო ვერაგი და საშიში არ არის. ვერაგი და საშიში დაავადება, იმიტომ რომ ქალბატონმა უნდა იტაროს პროფილაქტიკური ეხოსკოპიური შემოწმებები საკვერცხის კიბოს გამოსავლენად. თორემ საკვერცხის კიბო, როცა უკვე სიმპტომატიკას იძლევა, არის შორსწესული შემთხვევა, შორეული სტადია და სამწუხაროდ უკვე არაოპერაბელურია ხოლმე. წელიწადში ერთხელ მაინც ეხოსკოპიური შემოწმება საკვერცხების საშუალებას გვაძლევს იმისას, რომ დავადგინოთ რაიმე ახალწარმონაქმნი ხომ არ გაჩნდა საკვერცხეზე და შემდგომ ხდება ამის კვლევა, რომ შემდგომი დაგვიანებული სიმპტომატიკა ეს ზეწოლა მუცრის ღრუში, შეკრულობა, ასციტი, ღებინება, ეს უკვე არის შორსწესული შემთხვევის გამოვლინება და სამწუხაროდ სავალალო შედეგებს იწვევს. კიდევ ერთი მინდა აქ დავამატო და ვაუწყო ჩვენ ქალბატონებს, რომ თბილისის ონკოცენტრში წარმატებით დაინერგა საკვერცხის ახალი ონკომარკერის, ჩვენთვის ახალი ონკომარკერის HE4-ის წარმოება და შესაბამისად ალგორითმის რომა ინდექსის წარმოებაც. აქამდე სამწუხაროდ საქართველოში საკვერცხის ონკომარკერად ძირითადად გამოიყენებოდა მხოლოდ CA25-ის გამოკვლევა, რომელიც მხოლოდ ეპითელურ სიმსივნეების დროს იყო გრძნობიარე და არაეპითელური სიმსივნეები აბსოლუტურად არამგრძნობიარია ამ მარკერისადმი და შეიძლება შორსწესული შემთხვევების დროსაც კი ეს მარკერი იყო ნორმაში, რაც ზოგჯერ იძლეოდა დამშვიდების საშუალებას. ეხლა კი უკვე არის იმის საშუალება, რომ ამ რომა ინდექსით და HE4 მარკერის გამოკვლევით ქალბატონები მივაკუთვნოთ ან არ მივაკუთვნოთ საკვერცხის რისკის ჯგუფს. ეს არის ძალიან წარმატებული ალგორითმი და მე მგონი უკვე დროა, რომ ჩვენმა ქალბატონებმა ამით ისარგებლონ. რა თქმა უნდა, ეს ამ ეტაპზე დაკავშირებულია რაღაც ფინანსურ დანახარჯებთან, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ეს შორსწესული შემთხვევა გაცილებით უფრო ცერა დაუშვათ არამხოლოდ ფინანსურად, არამხოლოდ ფინანსურად, სიცოცხლის ფასად. რა თქმა უნდა, არამხოლოდ ფინანსურად. ყველას უსურვებ, რომ არ მივიდეს ამ კიდევ ერთი ხშირად აინტერესებთ ხოლმე გენეტიკური ფაქტორი. რამდენი დიდია დატვირთვა გენეტიკის? რა თქმა უნდა, გენეტიკურ განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა მედიცინის ყველა სფეროში და ონკოგინეკოლოგიაშიც, მაგრამ განსაკუთრებით დიდია გენეტიკური დატვირთვა საკვერცხის კიბოების შემთხვევაში. ვინაიდან საშუალო ყელის კიბოს იწვევს პაპილომა ვირუსი, აქ გენეტიკური დატვირთვის როლი უკანა პლანზე იწევა და ძირითადად პაპილომა ვირუსით დაავადება, დაზიანება მიზეზი ამის გამოწვევს. საკვერცხის კიბოების შემთხვევაში კი გენეტიკურ ფაქტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამის კვლევებიც არსებობს, რამდენად გენეტიკურად განწყობილი ხართ თქვენ ამის მიმართ და რამდენად არის შანსი თქვენთან ამის განვითარების და ამიტომ ამ ეტაპზე ფაქტიურად აღარ არის ეს პრობლემა, რომ გავარკვიოთ ჩვენი გენეტიკა ჩვენ რამეში გვავნებს თუ არ გვავნებს და პაპილომა ვირუსის შემთხვევაში კი ძირითადად ადრეული დაწყება სქესობრივი ცხოვრების ადრეული დაწყება ძალიან დიდ როლს თამაშობს ამაში და მრავალი პარტნიორი. ადრეული რას გულისხმობს?
ადრეული დაწყება სამწუხაროდ გოგონების სქესობრივ ცხოვრებას ზოგჯერ იწყებენ 13, 14, 15 წლიდან. ნორმა რომელი? ნორმა ეს სამედიცინო თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, სასურველია რომ სქესობრივი ცხოვრების დაწყება 18 წლამდე, 17 წლამდე მაინც არ მოხდეს და სასურველია იყოს ერთი პარტნიორი. რომ მრავალი პარტნიორი რისკს იმისა რომ გოგონა დაინფიცირდეს პაპილომა ვირუსით ძალიან ამაღლებს და ეს პაპილომა ვირუსი შემდეგ იწვევს რთულ დისპლაზიას, რომელიც არის პრეკანცერული დაავადებები საშუალო ყელის კიბოსთვის და შემდგომ ეს გადადის საშუალო ყელის კიბოში და ფონურ დაავადებებს რაც შეეხება, ფონური დაავადებები არის უკვე ჩვეულებრივი ბანალური ინფექციები, რომელიც ძალიან ხშირია ქალის ორგანიზმში და რომლის წარმატებული მკურნალობა უკვე აღარ წარმოადგენს ამ ეტაპზე რაიმე სირთულებს. რა თქმა უნდა, ძალიან დიდ გავლენას ახდენს თამბაქო, კონტრაცეპტივის არამიზან მიმართულად და ხანგრძლივად და უკონტროლოდ ხმარება ფონურ დაავადებებთან ერთად ქმნის ფონს, რომელიც შემდეგ პაპილომა ვირუსის გააქტიურებას იწვევს. ეს ჩასახვის საწინააღმდეგოებები, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს რაც შეეხება პროფილაქტიკური მიმართულება ამისთვის, ხო? არის პათოლოგიები, რომლებისთვისაც ძალიან კარგი პროფილაქტიკაა. საკვერცხის კიბოსთვის მაგალითად. ძალიან კარგი პროფილაქტიკაა საკვერცხის კიბოსთვის ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები. არის კვლევები, რომლებიც საკვერცხის კიბოს შემთხვევებს 70%-ზე მეტად აქვეითებს. ამ შემთხვევაში ელემენტარული პოპულარული ენით რო ვთქვა და ჩვენი ქალბატონებისთვის გასაგები იყოს, საკვერცხე ისვენებს და რაც ნაკლებად ისვენებს, მეტად ისვენებს საკვერცხე ნაკლებად ტრამვირდება, ანუ ყოველი ოვულაციის დროს საკვერცხე განიცდის ტრამვირებას და რაც უფრო მეტად ოვულირებადია საკვერცხე, აი რატომ არის რომ გასათხოვარ ქალებში უფრო ხშირია საკვერცხის კიბო, რომ მისი საკვერცხე ფაქტიურად არ ისვენებს. გათხოვილ ქალებში თუ კონტრაცეპტივს არსვავს, ისვენებს ორსულობის დროს მაინც საკვერცხე და გასათხოვარ ქალებში ეს საკვერცხე არ ისვენებს საერთოდ და მე არ ვამბობ რომ ეს არის ერთადერთი მიზეზი საკვერცხის კიბოს, მაგრამ ძალიან დიდ როლს თამაშობს ეს საკვერცხის კიბოს განვითარებაში. ამიტომ კონტრაცეპტივი ამ შემთხვევაში ძალიან კარგ საქმეს გვიკეთებს, მაგრამ ძალიან კარგ საქმეში გვიკეთებს კონტრაცეპტივი მიომების პროფილაქტიკისთვის, ენდომეტრიოზების პროფილაქტიკისთვის, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიების პროფილაქტიკისთვის. მაგრამ ეს ყველაფერი ბუნებრივია ექიმის დანიშნულების ქალბატონმა რომ მიიღოს კონტრაცეპტივი. ძალიან ბევრი გოგონა შედის ეს ინტერნეტში ან თუნდაც ფარმაცევტის რაღაც რჩევას დაუჯერებს და იღებს ამ კონტრაცეპტივებსაც ხომ შესაბამისი დანიშნულება, მასაც უამრავი უკუჩვენება, რომელიც ყველაფერი გათვალისწინებული უნდა იწვევს ძალიან ბევრ გართულებას. რა თქმა უნდა, ეს კონტრაცეპტივი უნდა იყოს შერჩეული ძალიან დიდი სიფრთხილით. დიდი სიფრთხილით და პირველ რიგში ქალბატონი უნდა იყოს სრულად გამოკვლეული გინეკოლოგიურად, მამოლოგიურად, რომ ამ კონტრაცეპტივის უმეტესობისგან აი ხშირ შემთხვევაში ამბობენ წუწუნებენ იმაზე, რომ აი იწვევს ჭარბთმიანობას, მხოლოდ ვიზუალურ ეფექტზე ამახვილებენ ყურადღებას და კოსმეტიკურ ეფექტს. ეს კონტრაცეპტივები თვითონ ეს ახლა უფრო აბსოლუტურად არ დაეძებენ სხვა შინაგან გართულებებს, რაც მე რეიჩენს თავს ანძიმეთ, იწვევს თუ არა ეს კონტრაცეპტივი. მთავარია ვიზუალური. რა თქმა უნდა, ეს ჭარბთმიანობასაც რაც შეეხება, ხომ ეს უფრო კონკრეტული საუბრის თემაა, მაგრამ თვითონ ეს კონტრაცეპტივებიც მასში პროგესტერონული ფაქტორი არის ანდროგენი და ნაწარმოები, ანუ მამაკაცის ჰორმონი და არაანდროგენი და ნაწარმოები. და ანდროგენი და ნაწარმოები კონტრაცეპტივი რა თქმა უნდა იწვევს გასუქებას, წონის მომატებას, ჭარბთმიანობას, მაგრამ არაანდროგენი და ნაწარმოები კონტრაცეპტივები, რომელიც მინიმალურ დოზებში შეიცავენ ესტროგენის და პროგესტერონის, არანაირ ამ პრობლემას არ იწვევს, მაგრამ ამის აი ესე ხელაღებით აფთიაქში მისვლით, იქ კითხვით კონტრაცეპტივის და მიღებით არაფრით არ შეიძლება. ქალბატონი უნდა იყოს გამოკვლეული აუცილებლად რომ კონტრაცეპტივი ინდივიდუალურად დაენიშნოს. რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად უნდა შეერჩეს ეს კონტრაცეპტივი. რაც შეეხება ხა მიომებს
დიახ, მიომებზეც მიომები არის საშუალოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნეები, რომლებიც ფონურ პათოლოგიებს წარმოადგენენ, რა თქმა უნდა, ონკოლოგიური საშუალოსნოს ონკოლოგიური პათოლოგიებისთვის. მიომების თავისი მდებარეობით, თავისი ბუნებით აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან და იწვევენ სხვადასხვა კლინიკას. ზოგი იწვევს ჭარბ მენსტრუაციას, ზოგი უბრალოდ იზრდება ძალიან დიდი და ქალბატონი გრძნობს, რომ უცელში რაღაც დიდი წარმონაქმნი აქვს და ჭარბი მენსტრუაცია არ აწუხებს, ეს თავისი ლოკალიზაციით არის გამოწვეული და ის მიომა, რომელიც ჭარბ მენსტრუაციას იწვევს, სუბმუკოზური მიომები ქვია მას, უფრო მალე დიაგნოსტირდება, რომ წუხდება ადამიანი, უმრავლესობა წუხდება ამით და მიდის ექიმთან, აკეთებს ამის დიაგნოსტიკას და ან მხოლოდ საჭიროა იმ მიომის ამოკვეთა ჰისტეროსკოპიულად, თუ უკვე მიომა დიდია და ასაკიც ქალბატონის ისეთია, საშუალოს ექსტირპაცია საკმარისია ამ პრობლემის გადასაჭრელად. რაც შეეხება ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიებს, ეს უკვე არის მარტივი და ატიპიური ჰიპერპლაზია, ნუშუაში კომპლექსური ჰიპერპლაზია ვუდგათ მათ. ეს უკვე არის ატიპიური ჰიპერპლაზია, უკვე კიბოს წინარე დაავადება. ატიპიური ჰიპერპლაზია, რომელიც დიაგნოსტირდება მორფოლოგიური კვლევის შედეგად, ანუ ქალბატონი, რომელიც შეწუხებულია ამ ჭარბი მენსტრუაციით და ექიმთან იკეთებს საშუალო სრულს გამოფხეკას და შემდეგ მორფოლოგიურ კვლევას და ისმება დიაგნოზი ატიპიური ჰიპერპლაზიის, ორი ალტერნატიული მკურნალობა არსებობს. შესაძლებელია ჰორმონოთერაპია დაინიშნოს, მაგრამ ქალბატონი, რა თქმა უნდა, არის მკაცრ კონტროლზე. ყოველ 3 თვეში ერთხელ კეთდება შესაბამისი მანიპულაციები და მეორე შეიძლება ატიპიური ჰიპერპლაზიის დროს მოხდეს საშუალოს ექსტირპაცია ასაკის და მდგომარეობის გათვალისწინებით. კარგით, ხავტაცისიან ჩვენს ეთერში რეკლამის დროა, რამდენიმე წუთში უკვე დავბრუნდებით. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში, თქვენ უსმენთ საავტორო საათს, ბოლო სეგმენტი ჩვენი გადაცემის რადიო FM-ის ეთერში. ჩვენი სტუმარი გახლავთ თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ექიმი ონკოლოგი, ონკოგინეკოლოგი ქალბატონი ცისანა მესხი, ხოლო ჩვენი სტუდიის ნომერია 252 103. შეგიძლიათ დაგვირეკოთ და კითხვა დავუსვათ ქალბატონ ცისანას, ის ძალიან კომპეტენტურ პასუხს გააგცემთ ჩვენი გადაცემის წინა ნაწილებში. მან ძალიან შეძლებს დაგვარად, დროის ფორმატის გათვალისწინებით ისაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვან პათოლოგიაზე, რომელიც ყველაზე მეტად არის გახშირებული ამ მიმართულებით, ონკოგინეკოლოგიურ პათოლოგიებს გულისხმობ. ჩვენ მეცდებით დასკვით ნაწილში რაღაცნაირად თავი მოუყარეთ და კიდევ მეტი ინფორმაცია მოგცეთ. ქალბატონ ცისანა, ჩვენ ბოლოს საუბრობდით ფონურ დაავადებებზე, ხომ? და მოდით იქნებ როგორღაც დავასრულოთ ამაზე საუბარი, თქვენი საუბროთ მიომაზე ვრცელად და კისტაზე და რაც დაგვრჩა იმაზე ვისაუბროთ. ანუ ფონური დაავადებებიდან მიომაზე საუბრობდით ჩვენ ახლა და განსაკუთრებით მინდა ქალბატონებს ვურჩიო, რომ დაეზარებათ წელიწადში ერთხელ მაინც, გარდა იმისა, რომ იმ სავალდებულო, მე ვამბობ უკვე სავალდებულო გამოკვლევებს, სავალდებულო გამოკვლევებს საშუალოს ყელს გამოიკლევს, ჩაიწერონ ეხოსკოპიური კვლევა და ნებისმიერი ის მიომური კვანძი, რომელიც არის ზომებში, პატარა ბრჭყალებში პოპულარული ენთრო ვთქვათ, პატარა და აქვს ისეთი მდებარეობა, რომელიც არ იწვევს ჭარბ მენსტრუაციებს, კლინიკას და არ არის მაშინვე ოპერაციული ჩარევის მიზეზი, არის აბსოლუტურად მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი დაავადება და შესაძლებელია აბსოლუტურად მენოპაუზამდე ქალბატონი მივიდეს ისე, რომ მან არანაირი ქირურგიული ჩარევა არ ჩაიწეროს და მენოპაუზის დროს რა თქმა უნდა ეს მიომური კვანძები არსად არ ხრება და არ მიდის, მაგრამ მნიშვნელოვნად მცირდება ზომაში, არ იწვევს კლინიკას, ძალიან დაბალია იმის პროცენტი, რომ ეს გადაგვარდეს
და ქალბატონი თავისი ორგანოთი აგრძელებს უხეშად რა ვთქვათ ცხოვრებას, მაგრამ ამისთვის აუცილებელია წელიწადში ერთხელ მაინც ის კვლევები, რომელიც ქალს აძლევს მშვიდად ცხოვრების საშუალებას. განსაკუთრებით უნდა ყურადღებით იყვნენ ის ქალბატონები, რომელსაც აქვთ კლინიკა, ანუ დაავადებები, რომლებიც უკვე იწვევენ კლინიკას და მე ამ კლინიკაში ვგულისხმობ ტკივილს, რომელიც ძლიერდება უფრო მენსტრუაციის დროს, ჭარბ მენსტრუაციას, აციკლურ სისხლდენას. ამ შემთხვევაში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ქალბატონი უყურადღებოდ მოიქცეს და თავისი ჯანმრთელობა არად ჩააგდოს და არ მივიდეს სპეციალისტთან. იმიტომ რომ ყველა პათოლოგია, ყველა ონკოლოგიური დაავადება არ ვითარდება ერთ დღეში, არ ვითარდება ერთ თვეში და ზოგჯერ არც ერთ წელიწადში და არც 10 წელიწადში. პერიოდული გამოკვლევის შედეგად თქვენ შეგიძლიათ დროულად აღმოფხვრათ პრობლემა. და ის ვითარდება წლების მანძილზე, ზოგჯერ ათეული წლების მანძილზე და ყველა ის ფონური დაავადება თუ პრეკანცერული დაავადებები არის აბსოლუტურად განკურნებადი. ქავტანც ისენა, მოდით ჩვენ აღარ დაგვჭა იმდენი დრო რომ ამ თემაზე საუბარიც მინდა რომ მოვასწროთ. მინდა ვისაუბროთ მკურნალობის მეთოდებზე. მე ვიცი რომ არსებობს ალტერნატიული გზები. რა თქმა უნდა, ინდივიდუალური მიდგომა ყველა ხო პათოლოგიასთან და აი ამ მიმართულებით ალტერნატიული მეთოდები, რა თქმა უნდა, ონკოლოგიაშიც არსებობს და დავიწყოთ მაშინ ვულვის კიბოს შემთხვევაში, ხომ? ვულვის კიბოს შემთხვევაში ძირითადი მკურნალობა არის ქირურგიული მკურნალობა. თუ რა თქმა უნდა არ არის ისეთი შორსწასული შემთხვევა, როცა ამაში ჩათრეულია სწორი ნაწლავიც, ჩათრეულია შარდის ბუშტიც და საშუალება არ გვეძლება უკვე აქტიური ქირურგიული ჩარევის და გადავდივართ ალტერნატიულ მეთოდზე. საშუალო ყელის კიბოს შემთხვევაშიც ძირითადი ჩარევა არის ქირურგიული ჩარევა, ესეც რა თქმა უნდა დაწყების სტადიებზე და მე უკვე ვისაუბრე პრეკანცერების შემთხვევაში, როცა ორგანოს შენარჩუნება ხდება და ხდება მხოლოდ დისპლაზიური უბნების ამოკვეთა. ეს ძალიან აქტიური თემაა, აქტუალური თემაა და ძალიან უნდა გაითავისოს თბილისის მოსახლეობამ, საქართველოს მოსახლეობამ და საერთოდ ქალთა კონტინგენტმა, რომ არ მივიდნენ იმ შემთხვევაში, როცა უკვე ტოტალური ექსტირპაციები და ლიმფადენექტომიებია საჭირო და გაფართოებული ოპერაციებია საჭირო. ანუ ალტერნატიული მკურნალობა საშუალო ყელის კიბოს შემთხვევაში ქირურგიულ მკურნალობასთან ერთად არის შერწყმული სხივური თერაპია, რომელსაც აქვს ძალიან კარგი შედეგები. ეს არის დისტანციური გამოთერაპია და ბრახითერაპია, რომელიც უშუალოდ საშუალო ყელის დასხივებას მოიცავს. და რა თქმა უნდა, პარალელურად ქიმიოთერაპია. ამ მკურნალობების ჩატარების შემდეგ ქალბატონი არის აქტიურ აღრიცხვაზე და პირველი წელიწადის განმავლობაში, ყოველი 3 თვის განმავლობაში მიდის ქალბატონი ონკოგინეკოლოგთან, იტარებს მრავალმხრივ გამოკვლევას და იმის დამიხედვით საჭირო ხდება თუ არ ხდება საჭირო, ამის დამიხედვით განისაზღვრება უკვე ის პერიოდი, როდის ვიბარებთ პაციენტს. თუ ყველაფერი არის კარგად ამ 3 თვის განმავლობაში, პირველი წელიწადი ყოველი 3 თვის განმავლობაში ქალბატონი მიდის და იტარებს ამ ჩვეულებრივ მისთვის აუცილებელ კვლევებს. მეორე წლის განმავლობაში უკვე ეს პერიოდი იზრდება 6 თვემდე, შესაბამისად მე-3 წელიწადი, მე-4, მე-5 იზრდება წელიწადში ერთხელ და 5 წლის შემდეგ ფაქტიურად ამ დაავადებიდან გამოჯამრთელებულად შეიძლება ჩაითვალოს პაციენტი, თუ ყველაფერი ამ გამოკვლევების შედეგად იქნება კარგად. ასევე მინდა კითხოთ მეთოდზე, რომელიც ძალიან დანერგილია გინეკოლოგიაში, ესე ფართოდ ლაპარასკოპია. ხომ? კი ბატონო, ლაპარასკოპული მეთოდი, რა თქმა უნდა, ეს არის თანამედროვე მეთოდი, ეს ჩვენ ცენტრშიც მიინერგება ახლა აქტიურად და ცოტა ხანში უკვე გვექნება გამართული ლაპარასკოპიული განყოფილება, რომელიც აქტუალურად ჩაერთვება მკურნალობის ყველა სახეობაში. ლაპარასკოპიებიდან ელემენტარული, ყველაზე მარტივი ჰისტეროსკოპიებით რომ დავიწყოთ, ახლა საშუალო ტანის პოლიპის ბრმად მოცილება დღევანდელ მსოფლიოში ფაქტიურად არ ხდება, ხდება ჰისტეროსკოპიულად. ასევე ყველა
დონის ოპერაცია შესაძლებელია ლაპაროსკოპიულად გაკეთდეს, რა თქმა უნდა, ეს არის უფრო დამზოგი მეთოდი, პაციენტისთვის უფრო სასურველი მეთოდი, თუმცა კი ყველა პათოლოგიის დროს, რა თქმა უნდა, ლაპაროსკოპიული ჩარევა ვერ მოხერხდება და ლაპარატომია ჯერ კიდევ იკავებს იმ ადგილს, თავის ადგილს ონკოგინეკოლოგიაში. გასაგებია. და კიდევ რა მეთოდი, ან ფაქტობრივად ღია ოპერაციებზე ლაპარატომიული, რა თქმა უნდა, ლაპარატომიული მეთოდი ეს ანუ ღია ოპერაციული პოპულარული ენით რა ვთქვათ. საშუალო ექსტირპაციები, რომლებიც დაწყებით სტადიებზე, საშუალო ყელის პირველი A სტადია, ან კარცინომა ინსიტუს შემთხვევაში, საშუალო ტანის შემთხვევაში და საკვერცხის შემთხვევაში, გარდა საშუალო ექსტირპაციისა, კეთდება ასევე ბადექონის რეზექცია, ლიმფადენექტომია, როგორც თეზოს არტერიის ლიმფური კოლექტორის, ასევე აორტის ლიმფური კოლექტორის, ეს უფრო სტადირებისთვის გვჭირდება, რომ ზუსტად ვიცოდეთ, რომელ სტადიაზეა პაციენტი და შესაბამისი მკურნალობა ჩავატაროთ. სამწუხაროდ, აი მე იქ საკვერცხის კიბოზე რომ ვლაპარაკობდი, იქ გამომჩა, რომ პაციენტი საკვერცხის კიბოთი მოდის უკვე მაშინ, როდესაც მას აწუხებს ეს მუცლის შებერილობა, გარშემოწერილობის მკვეთრი გაზრდა, ქოშინი, შეკრულობა, ღებინების შემთხვევა. ამ შემთხვევაში უკვე არის ასციტი განვითარებული, რომელიც არის საკვერცხის კიბოს მესამე სტადიის, შორსწასული სტადიის ერთ-ერთი სიმპტომი და სამწუხაროდ შედეგებიც არის უკვე არა ისეთი, როგორც დაწყების სტადიაზე. ამ შემთხვევაში კეთდება აუცილებლად ასციტური სითხის გამოკვლევა. შესაბამისად, მაგნიტორეზონანსული კომპიუტერული კვლევა მცირე მენჯის მუცლის ღრუს კეთდება მარკერები შესაბამისად და სამწუხაროდ ამ დროს უკვე არაოპერაბელურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე და ვიწყებთ ქიმიოთერაპიით მკურნალობას. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უკვე ცუდად არის და ყველაფერი გამოუსწორებელ შედეგად მიდის. ქიმიოთერაპიის შემდეგ პაციენტი უკვე იტარებს ქირურგიულ მკურნალობას და ქირურგიული მკურნალობის შემდეგ რამდენადაც საჭიროა, შესაძლებელია ისევ გახდეს ქიმიოთერაპიული მკურნალობა საჭირო. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ძალიან აგრესიულად მიმდინარე ჩანასახოვანი კიბოები, რომლებიც ახალგაზრდა ასაკში გვხვდება ძირითადად და ძალიან აგრესიულობით ხასიათდება. და მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩვენ ცენტრში არის იმის საშუალებაც, რომ ინტრაოპერაციულად გაკეთდეს მორფოლოგიური კვლევა. ანუ ახალგაზრდა ქალი, რომელიც შემოდის საკვერცხის პრობლემით, ეხოსკოპიურად იქ არის საკვერცხის კისტა, მარკერები შეიძლება იყოს ნორმა, ან დარღვევა, ან ზოგჯერ სრულად გამოკვლეულიც არ არის ეს მარკერები. და ინტრაოპერაციულად ხდება აბსოლუტურად ოპერაციის მასშტაბის განსაზღვრა. ეს უკვე ეხება იმ ქალებს, რომელთანაც გვინდა ორგანოს შენარჩუნება, რომელსაც უნდა შვილოსნობის შენარჩუნება და ინტრაოპერაციულად ამოღებული საკვერცხის კისტა შეისწავლება მორფოლოგიურად და თუ იქ არ არის ონკოლოგიური პრობლემა, ქალბატონი თავისი ორგანო აბსოლუტურად შენარჩუნებული აქვს თავისი ორგანო და აბსოლუტურად შესაძლებელია მასთან შვილოსნობა. ხოლო თუ ინტრაოპერაციულად გინდება უკვე დიაგნოზი ონკოლოგიური პათოლოგიის, რა თქმა უნდა, მასშტაბიც შესაბამისი კეთდება, რაც არის საჭირო. ეს ინტრაოპერაციული მორფოლოგია არ არის ყველგან შესაძლებელი, ამიტომ სასურველია, რომ ნებისმიერი საკვერცხის ახალწარმონაქმნის, ნებისმიერი საკვერცხის წარმონაქმნის ქირურგიული ჩარევა მოხდეს ონკოლოგიურ დაწესებულებაში და შესაბამისად მრავალმხრივ გამოკვლეული პაციენტი უკვე ინტრაოპერაციულადაც პოპულარული ენით რა ვთქვათ დაგზაყვალიანდეს და ზუსტად ის მასშტაბი ოპერაციით ჩატარდეს, რაც არის საჭირო. ეს ძალიან კარგია თვითონ პაციენტის ჯანმრთელობისთვის, რა თქმა უნდა. კარგი და დასკვნის სახით მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ თქვენ ამ შემთხვევაში მე გავიჩერდები რა თქმა უნდა თქვენ ქალბატონებს იმისთვის რომ არ დაჭირდეთ სერიოზული ჩარევები, რა შეიძლება გაკეთონ, რას თავაზობს თბილისის ონკოლოგიური ცენტრი? და ვთქვა რომ თბილისის
თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში უკვე მე-10 წელია ძალიან წარმატებით მიმდინარეობს ეს გაეროს პროგრამა, რომელიც მოიცავს საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა, ძუძუს გამოკვლევა, პროსტატ სპეციფიური ანტიგენი, ტესტი ფარულსის ხდენას და საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა კიდევ მინდა უფრო გავშალო და ეს ყველაფერი ხდება ძუძუს გამოკვლევის დროსაც, მაგრამ მე ვინაიდან დღეს ახლა გინეკოლოგიურ პათოლოგიებზე ვლაპარაკობ, უფრო დავკონკრეტდი ამას, რომ საშვილოსნოს ყელის გამოკვლევის და იმ პირველადი პაპ ტესტირების შედეგად მიღებული ბრჭყალებში ცუდი შედეგის შემდეგ დისპლაზიების შემთხვევაში ქალბატონს აბსოლუტურად უფასოდ შეუძლია მიიღოს მაღალ კვალიფიცირებული შემდგომი კვლევები, რომელშიც შედის კოლპოსკოპია, საშვილოსნოს ყელის აბლაციური, ექსციზიური, კონიზაციური მკურნალობა თავისი მორფოლოგიური კვლევით. ეს ძალიან დიდ დანაზოგს გაუკეთებს ჩვენს ქალბატონებს და რაც მთავარია, არ მივალთ იმ სავალალო პათოლოგიამდე, რომელიც არის საშვილოსნოს ყელის კიბო და რომელიც სამწუხაროდ ხშირად სავალალოდ მთავრდება. გასაგებია. და კიდევ ერთხელ გამოვაცხადებ ტელეფონის ნომრებს, ამ შემთხვევაში უკვე თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ნომერს 236 44 85 თუ თქვენ გაგიჩნდათ რაიმე სახის შეკითხვა, შეგიძლიათ დარეკოთ მითითებულ ნომერზე, ან თუ ვიზიტი გნებავთ, ჩაეწეროთ ამ ნომერზე 236 44 85 რაც შეეხება მისამართს, თბილისის ონკოლოგიური ცენტრი მდებარეობს დიღომში, ლუბლიანას 5 ნომერში მეოთხე სართულზე. ძალიან დიდი მადლობა გაუწოდისისა და არჩეულებრივად საინტერესო საუბრისთვის და რჩევებისთვის და მშვიდობები რადიო მსმენელებსაც ჯანმრთელობას გისურვებთ. ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ.